ადამიანის ყველაზე ძირითად ინსტინქტს გადარჩენისა და სიცოცხლის ინსტინქტი წარმოადგენს. ზოგადად ადამიანებს შეუძლებელი რაც გონიათ იმის გაკეთება უწევთ მაშინ, როცა სიცოცხლეს და სიკვდილს შორის რჩებიან. დღევანდელი ვიდეო ზუსტად ამ თემას ეხება. წარმოგიდგენთ 5 რეალურ ისტორიას, სადაც ადამიანების დაუჯერებელ გადარჩენაზე იქნება საუბარი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნორვეგიელი კომანდო ჯონ ბალსურდი იმყოფებოდა გემზე, რომელიც ფაშისტებმა ჩაძირეს. ბალსურდმა გაყინულ ზღვაში გაცურა და მიაღწია სანაპიროს. მისი დაუჯერებელი ისტორია ზუსტად მაშინ დაიწყო. ბალსურდი ცდილობდა ფაშისტებისგან მიმავლას. მან 2 თვე გაატარა თოვლიან მთებში, სადაც განგრენა და თოვლის სიბრმავე დაემართა. ურთულეს სიტუაციაში გატარებული 2 თვის შემდეგ მან იპოვა მიტოვებული ქოხი, სადაც დროებით თავი შეაფარა. როდესაც ბალსურდი მიხვდა, რომ განგრენით იყო დაავადებული, მაშინვე მოიჭრა ფეხის 9 თითი. საშინლად გატარებული 2 თვის შემდეგ ქოხის მეპატრონეების დახმარებით შვედეთის საზღვარზე გადავიდა და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა, მაგრამ უკვე სამწუხაროდ ფეხის 9 თითის გარეშე. ჰირო ონოდა იყო იაპონელი ოფიცერი, რომელიც გაგზავნილ იქნა ფილიპინებში. მისიის თანახმად მას ყველაფერი უნდა ექნა იმისთვის, რომ ფილიპინებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა არ შემდგარიყო. იმის შემდეგ, რაც იაპონიამ ომში წააგო, ონოდომ ერთ ჯგუფ მეგობრებთან ერთად თავი ტყეს შეაფარა. ის ომში დამარცხებას არ აღიარებდა. ტყეში მას ძალიან დიდი სირთულეების გადატანა უწევდა. შეტაკებებში დაკარგა ყველა მეგობარი და დარჩა მარტოდ. 30 წელი ცივილიზაციისგან შორს ფილიპინების უღრან ტყეში ცხოვრობდა. რამოდენიმეჯერ დატოვილი იქნა გაზეთებით, სადაც ომის დასრულების შესახებ სტატიები ქვეყნდებოდა. თუმცა ონოდო ფიქრობდა, რომ ეს იყო უბრალოდ სატყუ არა. 1974 წელს ფილიპინების ტყეში მსოფლიო ტურზე იმყოფებოდა იაპონელი ტურისტი ჰიპი. მან სრულიად შემთხვევით შეამჩნია ონოდო და ისაუბრეს რა მომხდარის შესახებ. ჰიპიმ ომის დასრულების შესახებ მოუყვა. თუმცა ონოდო მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდებოდა, თუ ის მეთაურისგან მიიღებდა უკან დაბრუნების ბრძანებას. ამასობაში ყოფილი მეთაური უკვე ბიბლიოთეკარი გამხდარიყო. საბოლოოდ ხელწერილის საფუძველზე ონოდო 30 წლის შემდეგ ფილიპინების ტყიდან იაპონიაში დაბრუნდა. როგორც ვიდეოს დასაწყისში აღვნიშნეთ, როდესაც ადამიანის სიკვდილს უპირისპირდება, გადარჩენისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. პუნლიმი ასეთი სიტუაციების ერთ-ერთი უძლიერესი მაგალითია. 1942 წელს მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას პუნლიმი მუშაობდა ბრიტანულ სამარაგო გემზე, რომელიც გერმანელთა წყალქვეშა ხომალდმა ჩაძირა. უბედური შემთხვევიდან გადარჩენილი მხოლოდ პუნლიმი აღმოჩნდა. მან სამარგო ყუთებისგან პატარა ნავის აწყობა მოახერხა. ყუთებიდან 40 ლიტრამდე დასალევი წყალი, რამოდენიმე შეკვრა შოკოლადი და ცოტა შაქარი ამოიღო. საკვების და სასმელის მარაგის ამოწურვის შემდეგ თავს ირჩენდა თევზაობით და წვიმის წყალს სვავდა. ერთ დღეს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდა, ლინმა ყველანაირი ინსტრუმენტი დაკარგა. უწყლობისგან სიკვდილის პირას მყოფმა დაიჭირა ჩიტი და მისი სისხლი დალია წყლის სანაცვლოდ. ყველაზე დაუჯერებელი მაინც ის იყო, რომ მან 133 დღის მანძილზე ხელით აწყობილი ხის ნავით მთელი ატლანტიკის ოკეანე გაცურა და ბრაზილიის სანაპიროზე მეთევზეების მიერ შემთხვევით იქნა შემჩნეული. სასწაულებით გადარჩენილი ლიმის ისტორია მსოფლიოს დღემდე ახსოვს. 1846 წელს მკვლევართა ჯგუფი ნევადაში გაემგზავრა. გართულებული ამინდებისა და დიდ თოვლობის შედეგად ისინი ადგილზე გამოემწყვლევიან. დონერის ტბის სანაპიროზე რამოდენიმე დღის დაყოფის შემდეგ გარდაცვლილი მეგობრის ჭამით გადარჩნენ. ჯამში 87 მკვლევარიდან მხოლოდ 53-მა მოახერხა ცოცხლად დაბრუნება, თუმცა რამოდენიმე მათგანს კიდურები აკლდათ. 1972 წელს ურუგვაის რეისის თვითმფრინავმა 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მთაზე კატასტროფა განიცადა. 29 მგზავრი გადარჩა. გადარჩენილებიდან 8 მეწყერს ემსხვერპლა. დანარჩენებმა შიმშილისგან გარდაცვლილი მეგობრები შეჭამეს. 16 კაციან ჯგუფიდან 2 დახმარების საძიებლად გაემგზავრება. დახმარებასთან ერთად დაბრუნდებიან და გადარჩენილებს დააბრუნებენ ცივილიზაციაში. ამით კი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. თუ ვიდეო მოგეწონათ, მაშინ მოიწონეთ. ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და შეტყობინებების დაყენება. მადლობა რომ უყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.